Amnestia დოკუმენტების გამყალბებლებისთვის ცვლილება კანონში ყველა იმ პირზე გავრცელდება, რომლებაც 2007 წლამდე საკუთარი პირადი მონაცემები ან პასპორტები გააყალბეს. პარლამენტში დამტკიცების შემდეგ კანონი უკვე ძალაში შევა და სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობას. აქტიურად ნათელა იყო ჩემი სახელი. Სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში ზოგჯერ ნათელა, ზოგჯერ კი ხათუნა ლატარიას სახელით არის რეგისტრირებული. ეს გაურკვევლობა წლების წინ ერთ-ერთ დოკუმენტში სახელის შეცდომით ჩაწერას მოყვა. ნათელა ლატარია პრობლემის მოგვარებას იმ კანონის ამოქმედების შემდეგ აპირებს, რომელიც მოქალაქეებს პირადი მონაცემების შესწორების საშუალებას აძლევს. არ იქნება გადასახდი და ჩემს სახელი ნათელას დავიბრუნებ და ხათუნა დარჩება ისევ საშინაო სახელი. Პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების თვითნებურად თუ განზრახ გამყალბებლებს ჯარიმა არ დაეკისრებათ. ცვლილება ამინისტიის შესახებ კანონში შედის. მოქალაქეს, რომელსაც დაბადების თარიღი, სახელი, გვარი ან სხვა მონაცემი შეცვლილი აქვს, სამოქალაქო რეესტრს უნდა მიმართოს. ამნისტია კანონის დამრღვევ პირს საშუალებას აძლევს პირადი დოკუმენტაცია ყოველგვარი ჯარიმის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარეშე გაასწოროს. შეუძლია მოვიდეს სამოქალაქო რეესტრში, განაცხადოს თვითონ ნებაყოფლობით, რომ მონაცემი ქონდა გადაკეთებული და მიიღოს შესაბამისი სერვისი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, რაც ნიშნავს, რომ გაუსწორდება ყველა მონაცემი და რაც თავარი არ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. ცვლილებები იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც პირადი მონაცემი 2007 წლის 1 იანვრამდე გააყალბეს. დარღვევის შესახებ მათ ბათუმის იუსტიციის სახლში ან ადგილობრივ სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში უნდა განაცხადონ. ამნისტიით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ. განაცხადის წარდგენა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებშია საჭირო. ცვლილებების შესახებ დეტალები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში განმარტეს. მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ონლაინ რეჟიმში დისტანციური სამსახურის მეშვეობით მათ ჩვეულებრივ რეჟიმში გაუსწორდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამნისტია 2012 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. ცვლილებები ძალაში ერთი კვირის შემდეგ შევა. საკანონმდებლო ორგანო ამნისტიის შესახებ კანონზე მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი სიყალბე, ხოლო შემდგომ ხმარობდნენ და ყოველდღიურობაში ჰქონდათ გამოყენებაში აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ამ ადამიანებს შეეხებათ. პარლამენტმა პირადი მონაცემების დარღვევისთვის ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებები ერთი წლის წინათ შეიდენა. დოკუმენტაციის გასასწორებლად სამოქალაქო რეესტრს რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიმართა. 10 სამუშაო დღის ვადაში აბსოლუტურად უპრობლემოდ მომცეს ახალი პირადობის მოწმობა და იყო აბსოლუტურად ყველაფერი გასწორებული. პირად მონაცემებს ყველაზე ხშირად სპორტსმენები აყალბებდნენ. ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ასპარეზობას უკავშირდებოდა.